გაუწყვის დადგომასთან ერთად სეზონური ვირუსების გავრცელების არეალმა იმატა. სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით ბოლო 2 კვირაში გრიპის ვირუსის გავრცელება თითქმის გაორმაგდა. ქვეყანაში ცირკულირებს რესპირატორულ სინციტიური ვირუსი. მედიკოსების თქმით, კლინიკური გამოვლინება მსგავსია, მაღალი ცხელება, ხველა და სასუნთქი გზების დაზიანება გრიპის ვირუს ახასიათებს მადის დაკარგვაც და ძლიერი თავის ტკივილიც. ინფექციონისტები გვირჩევენ სუნთქვის გაძნელების და ტემპერატურის შემთხვევაში მივმართოთ სამედიცინო დახმარებას და არ მივიღოთ თვითნებურად ანტიბიოტიკები. ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგვერთვება ამ თემით პირდაპირ ეთერში. კეთი, განსაკუთრებით გაზრდილია გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები და როგორც ინფექციონისტები ამბობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკაზე და მონაცემებზე დაყრდნობით ბოლო 2 კვირაში გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევები არის გაორმაგებული, ასევე სტაციონარული მიმართვებიც არის ძალიან გაზრდილი, განსაკუთრებით ბოლო 1 კვირის ბოლო დღეების განმავლობაში. ამაზე საუბრობენ ის ინფექციონისტებიც, რომლებიც ჩვენ დღეს ჩავწერეთ. პრინციპში ყოველ გრიპის ვირუსის პერიოდში არის ხოლმე ამ თვეების განმავლობაში თბილისში ეს სიტუაცია და ინფექციონისტები ამას აბრალებენ იმას, რომ დღემდე ქვეყანაში პოპულარული ვერ გახდა და სათანადოდ ვერ ტარდება გრიპის ვაქცინაცია და ახლა მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ დარჩა ერთადერთი გზა, რომ თავი დაიცვან, ეს არის პირადი ჰიგიენის დაცვა, პირადი ჰიგიენის კონტროლი და ასევე იმ შემთხვევაში თუ მათ ექნებათ ვირუსის სიმპტომები, მედიკოსების მოწოდებაა, რომ დარჩნენ იზოლაციაში და მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ თავსაც და გარშემომყოფებსაც. ეს არის ერთადერთი რეკომენდაცია ამ ეტაპზე თავდაცვისთვის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ დრომდე არ არიან გრიპის ვაქცინით აცრილი და მედიკოსები ამბობენ იმასაც, რომ მართალია გრიპის ვაქცინით აცრის საუკეთესო პერიოდი იყო შემოდგომის შუა პერიოდი, მაგრამ ახლაც არ არის გვიანი და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე არის ორსულად ან წარმოადგენს რისკ ჯგუფს და არის ასაკოვანი უკვე, მისთვის აუცილებელია და ახლაც რეკომენდირებულია, რომ აუცილებლად აიცრას. შესაძლოა ამან ისეთი შედეგი ვერ გამოიღოს, როგორც შემოდგომაზე აცრის შემთხვევაში გამოიღებდა, მაგრამ ეს მაინც არის რეკომენდირებული, ვიდრე სრულიად დაუცველმა გაიაროს ეს სეზონი, რადგან მედიკოსები ვარაუდობენ იმასაც, რომ იანვარი-თებერვლის განმავლობაში შესაძლოა ვაქცინაციის შემთხვევებმა, უკაცრავად ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს. ზოგადად ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ვირუსული ინფექციების მხრივ საკმაოდ რთულია, გაზრდილია ვირუსული ინფექციების რიცხვი. განსაკუთრებით რთულია ბავშვთა ასაკში ვირუსული ინფექციების მართვა. მაქსიმალურად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მშობლებმა 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან ამ ეტაპზე კიდევ უფრო რთული ხდება და როგორც წესი მიმართვიანობა და ჰოსპიტალიზაცია ბავშვთა ასაკში შედარებით უფრო მაღალია. ჩვენ შემთხვევაში, ანუ ვირუსული ინფექციების შემთხვევაში პრევენციისთვის არსებობს რამოდენიმე გზა, ეს არის პირველ რიგში ვაქცინაცია. თუ როგორც აღნიშნე, სამწუხაროდ ქვეყანაში არ არის ვაქცინირებულთა რაოდენობა ძალიან მაღალი და ამ ეტაპზე პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად გვხვდება, ეს არის იზოლაცია, სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენა, პირადი ჰიგიენის დაცვა, რაც რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს ვირუსული ინფექციების შემცირებას. თუმცა საერთო ჯამში აუცილებლად უნდა აღნიშნოთ ისიც, რომ საკმაოდ დიდი დროა ჯერ კიდევ დარჩენილი გრიპის ვირუსის დამთავრებამდე და ვირუსული ინფექციების რაოდენობა შეიძლება მოიმატოს კიდევაც დაახლოებით იანვრის ან თებერვლის თვეში. ცირკულირებს ძირითადად ADP ტიპის ვირუსი, ასევე სხვა ვირუსებიც არის რინოვირუსი, რესპირატორული სინციტიური ვირუსი, COVID ინფექცია, ასე ვთქვათ, უფრო მეორე პლანზე გადავიდა. კლინიკური გამოვლენები საკმაოდ საყურადღებოა, ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაცია, მაღალი ჰექტიური ცხელება, ჰიპერთერმია შეუპოვარი, თან შეიძლება ახდეს ინტოქსიკაცია, ღებინება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და ასევე რესპირაციული სიმპტომები, ხველა, კატარალური მოვლენები. თუ ეს ცხელება გრძელდება 5 და 7 დღეზე მეტ ხანს, შეუპოვარია, უმართავია ბინის პირობებში, ასევე თან ახლა სხვა სიმპტომატიკა, კერძოდ ღებინება, მივარდნილია ბავშვი, ადინამიურია. ამ შემთხვევაში უკვე აუცილებლად უნდა მიმართონ სტაციონარს. გარდა გრიპის ვირუსისა, ახლა ქვეყანაში ცირკულირებს რესპირატორულ სინციტიური ვირუსიც. ეს კი საყურადღებოა, იმიტომ რომ ის აზიანებს სასუნთქ გზებსაც, გარდა გრიპის ზოგადი სიმპტომატიკისა და მედიკოსების რეკომენდაცია არის, რომ ინფიცირების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დარჩეს მოქალაქე იზოლაციაში, უნდა გააკონტროლოს ტემპერატურა და იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურა 5 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ მცირეწლოვანი
მრავალწლოვანი ბავშვების მშობლებმა და უკვე ასაკიანმა ადამიანებმა.